მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აქ და დღეს მე მსურს შემოგთავაზოთ თქვენ საჯარო გაშლა თემაზე მესიჯი სამყაროსგან თქვენთვის. მოდით ნახოთ რა მესიჯი აქვს სამყაროს თქვენთვის. ასეთი დიდი და ზღაპრული დასტა გვაქვს დღეს. ვარიანტი გვექნება სულ ვფიქრობ 2, ნახოთ ხელს რამდენი ამოჰყვება და ნახოთ აბა მესიჯი სამყაროსგან. ცოტა დიდი კარტებია. მესიჯი სამყაროსგან პირველ ვარიანტს, მესიჯი სამყაროსგან მეორე ვარიანტს. ორ ვარიანტიანი გაშლა გვაქვს, ბატონო. და მეგობრებო, პირველი ვარიანტი გვექნება ასეთი ქვა, ხოლო მეორე ვარიანტი გვექნება ასეთი საფილოსფერი ქვა. აირჩიეთ სასურველი, რომელი არკანიც ან რომელი ქვაც უფრო მეტად გიზიდავთ, რა თქმა უნდა, თუ თქვენ ეს გჭირდებათ, შეგიძლიათ დააპაუზოთ. მე გადროვებთ და ვფიქრობ უკვე გააკეთებთ თქვენს არჩევას, ვინც არა ისინი ვაპაუზებთ და დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან, ვინც აირჩიე პირველი ქვა. და აქ ამოვიდა მეგობრებო პენტაკლების ტუზი. პირველ რიგში თქვენთვის აქ არის ასეთი მესიჯი, რომ ან ახლო მომავალში მოგეცემათ შანსი, ან უკვე ფიგურირებს თქვენს რეალობაში რაღაც გარკვეული პოტენციალი და ეს პოტენციალი ეხება რა თქმა უნდა ფინანსურ კარიერულ სფეროს, ჩემო ძვირფასო მეგობრებო. მოდით დავამატოთ არკანები და ვნახოთ მესიჯი სამყაროსგან პირველ ვარიანტს. პენტაკლების ტუზთან ერთად ამოვიდა ფორტუნას ბორბალი, თასების 7-იანი და თასების 6-იანი. მეგობრებო, შეხედეთ, თითქოს თქვენს რეალობაში პირველ რიგში ახლო წარსულში იყო რაღაც კონკრეტული ფინანსური თუ კარიერული პერსპექტივა, რომელიც მოდი ჯარგონს გამოვიყენებ და გაგემაზათ, ან გამაზეთ რაღაც გარკვეული ილუზიების გამო პირდაპირ გეტყვით და თითქოს რაღაც ასეთი შანსი კიდევ მოგეცემათ ახლო მომავალში, ან უკვე გეძლევათ, როგორც უკვე ზემოთ ვახსენე, ხო? და შეხედეთ ფორტუნას ბორბალი, თუ თქვენ ახლა იწყებთ მაგალითად ახალ სამსახურს ან რაღაც ახალ სფეროში იწყებთ მოღვაწეობას, მუშაობას, პირდაპირ გეტყვით, რომ ეს სფერო იქნება თქვენთვის ძალიან დიდი წარმატების მომტანი, იმიტომ რომ თავად ფორტუნას ბორბალი ამოვიდა, ხოლო ფორტუნა არის რა თქმა უნდა, წარმატება, იღბლის ბორბალი, ასე ვთქვათ. ამიტომაც მინდა გითხრათ, რომ კი ბატონო, საკმაოდ წარმატებული პერიოდი დაიწყება თქვენს რეალობაში, ამიტომაც თუ თქვენ ცხოვრების ამ ეტაპზე კონკრეტულ სფეროსთან დაკავშირებით ფიქრობთ, ვცადო, არ ვცადო, ან მაგალითად სამსახურის პერსპექტივა ჩანს და ფიქრობთ, ვცადო თუ არ ვცადო, პირდაპირ გეტყვით, ცადეთ მეგობრებო. ცადეთ აუცილებლად, იმიტომ რომ ეს თქვენთვის იქნება საკმაოდ დიდი წარმატების მომტანი და შეხედეთ, ასევე აქ ამოვიდა ჩვენთან თასების 7-იანი და თასების 6-იანი. ძალიან ბევრი ენერგია მიდის თქვენს წარსულში, რაც თქვენ ხელს გიშლით განვითარებაში და წინსვლაში. შეხედეთ, ზოგადად ადამიანებს ძალიან უჭირთ ხოლმე აწმყოში ცხოვრება, ძალიან გვიყვარს ადამიანებს მუდმივად ან მომავალზე, ან მუდმივად წარსულზე ფიქრი, რომ აი ადრე რა კარგი იყო, ან მერე რა და როგორ იქნება. რა თქმა უნდა, წარსული გამოცდილებაც უნდა გავითვალისწინოთ ყოველთვის და რა თქმა უნდა, მომავლის გეგმები ან გეგმათა პატარა მონახაზი მაინც ყოველთვის უნდა გქონდეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მეგობრებო, თქვენ თითქოს ზედმეტად ჩაციკლული ხართ რაღაცა წარსულ მოვლენებზე, შესაძლოა რაღაც წარსულ ტკივილზე, რაღაც მონატრება, ნოსტალგია არის კონკრეტულ მდგომარეობასთან ან კონკრეტულ ადამიანთან. უკაცრავად. და მეგობრებო, იცით, რა თქმა უნდა, დროთა დრო მონატრებაც, ნოსტალგიაც, ყველაფერი
ბუნებრივია და ყველა ემოციას გავიმეორებ აქვს თავისი ადგილი ჩვენს რეალობაში, ყოველი ემოცია რაღაცას გვასწავლის, ხო? მაგრამ მიუხედავად ამისა, წარსულშია მეგობრებო და რაც ადრე და ოდესღაც ხდებოდა, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი გამოცდილება, რომლიდანაც შეგვიძლია ცხადია გამოვიტანოთ რაღაც გარკვეული დასკვნები, რაღაც ვისწავლოთ ბოლო-ბოლო. მაგრამ აი, როდესაც რაღაც ნოსტალგიური ემოციები გიჩნდებათ, რა თქმა უნდა, ისინი არ უნდა ჩაახშოთ, ამას არ ვამბობ არავითარ შემთხვევაში, მაგრამ არც ზედმეტად არ უნდა გადახვდეთ. რა თქმა უნდა, თუ თქვენ კონკრეტული ადამიანი ან მოვლენა გენატრებად ბუნებრივია, გენდომებად დავუშვათ ან სევდიანი მუსიკის მოსმენა, ან რაღაც სევდიანი ფილმის ან რაღაცის ყურება, ხო? მაგრამ აი ზედმეტად ნუ გადახვალ წარსულში გავიმეორებ. იმიტომ რომ სანამ ჩვენ კონცენტრირდებით ან მუდმივად წარსულზე, ან მუდმივად მომავალზე, მანამდე ჩვენი აწმყო უბრალოდ ფიქრის და უბრალოდ გადის ჩვენი რეალობიდან. ხვდებით ხომ? ამიტომაც გაითვალისწინეთ ეს პირველი ვარიანტი და ნუ მისცემთ ნოსტალგიებს და ნოსტალგიურ ემოციებს ზედმეტის უფლებასა და ზედმეტის საშუალებას. დავამატოთ კიდევ ერთი არკანი. ნახოთ აბა, რა მესიჯი აქვს სამყაროს თქვენთვის პირველი ვარიანტი. კიდევ ერთი არკანით შევაჯამოთ. ორი არკანი ერთად ამოვიდა და შეხედეთ. ორი უფროსი არკანი, არკანი მაგი და არკანი ეშმაკი. ორი არკანი ამოვა ხელს და ორივე უფროსი არკანი, მეგობრებო. ნუ პირველ რიგში მაგი არის ვინ? მაგი არის საკუთარი საქმის, რა თქმა უნდა, პროფესიონალი, მაგი არის ნომერი 1 ლიდერული თვისებების მქონე პიროვნება, მაგი იმორჩილებს საკუთარ რეალობას, იმიტომ რომ მაგი იმორჩილებს ოთხივე სტიქიას, ცეცხლის სტიქიას, წყლის სტიქიას, მიწის, ჰაერის. ანუ საკუთარ რეალობაზე სრული ზეგავლენა აქვს. იგი აკონტროლებს როგორც თავის ორგანიზმს, თავის რეალობას, თავის ფიქრებს, თავის სურვილებს და ასე შემდეგ. და თავის ემოციებსაც კი. და შეხედეთ არკანი მაგი და არკანი ეშმაკი ამოვიდა აქ, რაც მეტყველებს იმის შესახებ, რომ თქვენ ძალიან ძლიერი პიროვნება ხართ პირველ რიგში. სხვათა შორის არ გამოვრიცხავდი იმასაც კი, რომ შესაძლოა ჩემი კოლეგები, პრაქტიკოსები, ეზოთერიკოსები მიყურებდნენ. მაგრამ აი, ნახეთ, ძალიან ძლიერი ხართ და ენერგეტიკულადაც აი ძალიან დიდი ძალა გაქვთ შინაგანი. და ძალიან დიდი პოტენციალი არის თქვენში, განსაკუთრებით მატერიალურ სამყაროზე, თქვენ ვერც კი წარმოგიდგენიათ, ამ ხელს ზეგავლენა შეგიძლიათ. და მატერიალური სამყარო რა არის? ეს არის ფული, ქონება, მატერიალური კეთილდღეობა და თქვენ წარმოიდგინეთ ჯანმრთელობა და სქესობრივი კავშირებიც კი. და ამ ყველაფერზე თქვენ ძალიან დიდი ზეგავლენა გაქვთ. აი ძალიან, ბევრად უფრო მეტი, ვიდრე თქვენ შეიძლება ახლა ფიქრობდეთ. მაგრამ იცით რა გიკლავთ? ცდუნებები. ცდუნებები ნოსტალგიის მიმართ, ცდუნებები ადამიანებისგან, მაგალითად, როდესაც თქვენს რეალობაში მოდიან ადამიანები, ყოფილი მეგობრები, ყოფილი ამხანაგები, ან ყოფილი პარტნიორები, რომლებიც ცდილობენ თქვენთან ურთიერთობის აღდგენას. ან შესაძლოა თქვენ შინაგანად გაქვთ ხოლმე იმის იმედი, იქნებ ადამიანი შეიცვალაო, ან იქნებ არასწორად გავიგე რაღაცო, მაგრამ რეალურად თქვენ ძალიან კარგად შეიგრძნობთ ადამიანებს ენერგეტიკულად, კარგად გრძნობთ ხოლმე ვინ არის რეალურად, მაგრამ აი ძალიან გიყვართ პირდაპირ გეტყვით და საკუთარი თავის ილუზიებში შეყვანა. ძალიან გიყვართ საკუთარი თავის მოტყუება, რომ აი ეს ადამიანი ესეთი არ არის, ეს ადამიანი კარგია, ან ისეთია, ან ასეთია. და ზუსტად ასეთი ილუზიები, ყალბი, წარმოდგენები და ცდუნებები კლავენ თქვენს შინაგან პოტენციალს. და მეც ეს ვიტყვი, თუ ადამიანი წავიდა თქვენი რეალობიდან, არ აქვს მნიშვნელობა თქვენ გააგდეთ თქვენი რეალობიდან თუ თავად წავიდა, ესე იგი ასეც იყო საჭირო. სულ ეს არის პირველი ვარიანტი და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე, მეგობრებო. მეორე ვარიანტი, ნახოთ აბა თქვენთან რა ხდება და თქვენთან აქ სიგნიფიკატორად ამოვიდა თასების რვიანი. იცით, ძალიან საყვარელი არკანი არის. აშკარად იგრძნობა, გარკვეული კომფორტი, დაცულობის შეგრძნება, სიმყუდროვე, სახლის სიმყუდროვე. და პირველ რიგში ამ არკანიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ ასეთი რაღაც, რომ თქვენ ახლა ხართ ისეთ ენერგიებში, როდესაც
ალაგებთ რაღაცნაირად თქვენს აზრებს, თაროებზე, თქვენს აზრებს და თქვენს ემოციებს, აი როდესაც ასეთი აწონ-დაწონვა ხდება თქვენს რეალობაში, ვინ რა სახის ენერგიას იმსახურებს თქვენი მხრიდან, ვინ იმსახურებს, ვინ არა თქვენს ყურადღებას, თქვენს სიყვარულს, თქვენს გვერდში დგომას, თქვენს ემოციებს ზოგადად, ასევე რა იმსახურებს და რა არა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აქ მხოლოდ ადამიანებზე არ გვაქვს საუბარი. ძალიან კარგი პროცესი არის, მინდა გითხრათ და ძალიან სწორი, მით უმეტეს ამ ეტაპისთვის. კი ბატონო, შეიძლება თან გქონდეს ნეგატიური ემოციები, იმიტომ რომ სულიერი განვითარება და შინაგანი განვითარება არასდროს არ იყო რაღაც აი სრული ბედნიერება, ჰარმონია და სიმშვიდე, როგორც ზოგი ჭყალებში ეზოთერიკოსი ამბობს. იმიტომ რომ მხოლოდ ამ ზემოთხსენებული სიმშვიდით და ბედნიერებით ვერაფერს ვერ მივაღწევთ. ოღონდ მართლა ვამბობ ამას მთელი სერიოზულობით. არაერთხელ შემხვედრია რომ მხოლოდ სიყვარული, მხოლოდ ჰარმონია და სიმშვიდე. მეგობრებო, ხშირ შემთხვევაში სულიერი განვითარება არის კი ბატონო სიმშვიდეც, სიყვარულიც, ბედნიერებაც, მაგრამ ზუსტად ასეთივე სულიერი განვითარების დიდი ნაწილი და მაგიური განვითარების დიდი ნაწილიც არის ქაოსი და ნეგატიური ემოციები. ბრაზი, სადღაც თქვენ წარმოიდგინეთ და შურიც კი რაღაც ნეგატიური ემოციები. ისეთი ფრაზებიც მსმენია, რომ აი დავუშვათ კონკრეტულ ეზოთერიკოსებზე გამიგია ასეთი რაღაცები, რომ აი ესა და ეს ეზოთერიკოსი თაღლითი არისო და როდესაც ვკითხულობდი, რატომ ფიქრობ ეგრე? იცით როგორი პასუხი მსმენია? იმიტომ რომ ძალიან რაღაცამ გააბრაზა და გამოხატა თავისი ნეგატივი რაღაც კონკრეტულ მომენტში. მაგრამ მეგობრებო, იცით რა თქმა უნდა გააჩნია ნეგატივს, მაგრამ აი როდესაც ადამიანებს აქვთ რაღაც ასეთი უცნაური პრეტენზია, რომ სულიერად განვითარებული ადამიანი ვერ იქნება აგრესიული, ვერ იქნება ბოროტი და ასე შემდეგ. ეს არის ძალიან დიდი სისულელე და გეტყვით ახლა რატომ? იმიტომ რომ რა თქმა უნდა გარკვეული სიმართლის ნაპერწკალი აქ არის, იმიტომ რომ სულიერად განვითარებული ადამიანი და მაგიურად განვითარებული ადამიანი, რომელსაც აქვს განვითარებული მაგიური ცნობიერი, ცხადია, არ იქნება ბოროტი, არ ეცდება რომ სხვისი პირადი სივრცე დაარღვიოს და რა თქმა უნდა არ იქნება რაღაც ესეთი აგრესია, რომელიც აი არსაიდან მოდის. ანუ უბრალო რაღაც სიბოროტე მას არ ექნება, რომელიც აი არსაიდან მოდის, ხო? ასეთი რაღაც კი ბატონო, ამაში ვერ შევეტავები ჩემს კოლეგებს, მაგრამ ბოლომდე ყოველთვის კეთილი და ყოველთვის ბედნიერიც და ყოველთვის მშვიდიც ვერ იქნება, იმიტომ რომ იმიტომ რომ სუსტი არის და ყველანი ადამიანები ვართ, არამედ იმიტომ რომ იცით, როდესაც ჩვენს პირად სივრცეს არღვევენ, ჩვენი პირადი სივრცე აუცილებლად უნდა დავიცვათ, ხო? და რა თქმა უნდა, ხანდახან ამისთვის არის საჭირო, თქვენ წარმოიდგინეთ და ფარხმალი. საჭირო არის კონფლიქტებიც კი. და რა თქმა უნდა, კონფლიქტებში შესაძლოა ადამიანი გაბრაზდეს, ზოგადად ბრაზი და აგრესია მოდის იმისგან, რომ ჩვენი პირადი სივრცე იყოს სადღაც დარღვეული, ხო? ან ფსიქოლოგიური დარღვევები შეიძლება ჰქონდეს ადამიანს, იმიტომ რომ იმის გამო რომ მოდესხაც ეს ემოციები ჩაახშო, მაგრამ როდესაც პირად სივრცეს გვირღვევენ, რა თქმა უნდა, ხანდახან აგრესიითაც ვპასუხობთ. და ეს ძალიან ბუნებრივი არის და ეს არ მეტყოლებს იმის შესახებ, რომ ადამიანი არის ცუდი, რომ ადამიანი არის ცუდი პრაქტიკოსი და ასე შემდეგ. პირიქით, მეცაც ვიტყვი, ბევრად უფრო უარესი და ძალიან ცუდი პრაქტიკოსი არის უფრო მეტად მაშინ, როდესაც თავის აგრესიასაც და ნეგატიურ ემოციებს ბოლომდე მალავს, არის ორპირი, სულ ამბობს და საუბრობს რაღაც სიყვარულზე, მიღებაზე, სიმშვიდეზე და ასე შემდეგ, მაგრამ რეალურად სულ სხვა რაღაცეებს ფიქრობს. იმიტომ რომ ეს არის უბრალოდ რა თქმა უნდა, უბრალოდ ორპირობა. და გამიმეორებ ორპირი ადამიანი მანამ სანამ არ შეიცვლება მაინც ვერ იქნება ადეკვატური პრაქტიკოსი, ხო? ამიტომაც ცოტა გამიგრძელდა საუბარი, მაგრამ მეგობრებო, უარყოფთ თქვენს ემოციებს. მათ შორის უარყოფით ემოციებსაც, უარყოფთ. იმიტომ რომ ნეგატიური ემოციები არის საჭირო.
და მათ არ სჭირდება ჩახშობა, მათ სჭირდება შესწავლა თუ აი რატომ განვიცდი ამას. თუ თქვენ საკუთარი თავი ჭალებში დაიჭირეთ იმაზე, რომ მაგალითად გაქვთ რაღაც აგრესია, ან გაქვთ რაღაც ნეგატივი, აი რასაც ქვია არსაიდან, ხო? ანუ დაუშვათ კონკრეტულ ადამიანთან გაქვთ კომუნიკაცია, ადამიანს არანაირად არ დაუღვევია თქვენი პირადი სივრცე, პასიური აგრესიაც კი არ ყოფილა მისი მხრიდან და თქვენ მაინც რაღაცნაირად აგრესიას განიცდით. დაფიქრდით, რა იწვევს თქვენში აგრესიას. კი არ ჩაახშოთ ეს შეგრძნება, არამედ დაფიქრდით. თუმცა რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ აგრესია ასე უნდა გამოხატოს ადამიანის მიმართ და რაღაც უნდა დაუშავოთ, ხო? უბრალოდ უნდა დავფიქრდეთ ასეთ მომენტებში. ხოლო თუ პირადი სივრცე დაარღვია, აქ პასუხი ისედაც ცხადი არის. კარგით, კიდევ ერთი არკანი მაინც დავამატოთ. რა მესიჯი აქვს სამყაროს მეორე ვარიანტისთვის? არკანი თასების 7-იანი, არკანი თასების 7-იანი, არკანი ხმლების 7-იანი და არკანი ხმლების პაჟი. ნუ ხმლები და აი შეხედეთ თასები. თასები და ხმლები. და თანაც შეხედეთ პირველ რიგში მეგობრებო, ემოციების დალაგებასთან დაკავშირებით, რაც მე თქვენ გითხარით, ნუ უარყოფთ ასეთი მნიშვნელოვანი პროცესის დროს, ნუ უარყოფთ თქვენს ემოციებს, მათ შორის ნეგატიურსაც, ამას აღარ გავიმეორებ, უბრალოდ იმიტომ რომ თუ თქვენ უარყოფთ რაღაც ემოციას, იმის გამო რომ გინდათ რომ აი სულიერად განვითარდეთ, მაგალითად რას აგრესიას შურს არ აქვს მნიშვნელობა, თქვენ ამით უარესიზამთ, ჩაიგდეთ თავს ილუზიებში და ვერანაირად ვერ განვითარდებით. ხოლო თუ თქვენ დაამუშავებთ თქვენს ემოციებს, რა თქმა უნდა გაიზარდებით და შეძლებთ რომ სწორი დასკვნები გააკეთოთ. ამიტომაც პირველ რიგში ამას კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი და შეხედეთ ასევე აქ ამოვიდა ხმლების 7-იანი და ხმლების პაჟი. თქვენს რეალობაში არის კონკრეტული პიროვნება, ენერგეტიკული ქურდი. ეს შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც თქვენ მაგალითად გბაძავთ, ან შესაძლოა თქვენს კონტენტს იპარავდეს, ან რაღაც ინფორმაციებს იპარავდეს თქვენგან, თუნდაც აი სამსახურში რაღაცას ითვისებდეს, რაღაც თქვენს ნაშრომებს, ხო, ან სოციალურ ქსელებში. ან გბაძავდეთ ისევ და ისევ. ან შესაძლოა ეს იყოს ადამიანი, რომელიც მუდმივად გეწუწუნებათ, რომელსაც მუდმივად გამოჰყავთ რაღაც ნეგატიურ ემოციებზე, რომელიც მუდმივად გეიჯიბრებათ, ვინ უფრო საწყალი არის, ან ვინ უფრო მაგარი არის, ვინ უფრო ცოდოა. შესაძლოა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ადამიანი თავად მუდმივად წუწუნებდეს და სიტყვას არ გაგვეხინებდეთ, ასე ვთქვათ. ასევე შესაძლოა აქ იყოს ჩვეულებრივი ენერგოვამპირი ადამიანი, რომელსაც უბრალოდ უყვარს, როდესაც ნეგატიურ ემოციებზე გამოჰყავთ. და რა უნდა გააკეთოთ, მეგობრებო, თქვენ თითქოს და ისედაც მშვენივრად ხვდებით და იაზრებთ, როგორი არის ეს ადამიანი და ვინ არის, მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანს თავი აშკარად მოაქვს რაღაც ძალიან ჰარმონიულ, ძალიან კეთილ, ძალიან ასეთ ლაღ, ბავშვურ ადამიანად. შესაძლოა სხვათა შორის ხშირად საუბრობდეს იმის შესახებ, რომ რაღაც ბავშვური ტრავმები აქვს ძალიან ბევრი და ძალიან ბევრი რაღაც ცუდი გადაიტანა ბავშვობაში. მაგრამ მეგობრებო, იცოდეთ, რომ ეს ადამიანი არის ძალიან ისეთი, აი არ მინდა გველებს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ აი ძალიან გველი პიროვნება არის, ძალიან ორ პირობს, სიტყვებსაც ძალიან ასე ჰარი-ჰარალოზე ყრის. და შეხედეთ, იცით აქ რას გეუბნებიან ტაროს არკანები. ეს ადამიანი მოსაშორებელი არის თქვენი რეალობიდან, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ცუდ რაღაცაზე არის წამსვლელი. მე არ ვამბობ იმას, რომ აუცილებლად რაღაც ცუდს გააკეთებს, ან უნდა გააკეთოს აუცილებლად. პირველ რიგში, იმიტომ რომ საჯარო გაშლა და ინდივიდუალურად რეზონირდება ყველასთან, მეორე კი იმის გამო, რომ ყველასთან სხვადასხვანაირი ინტენსიურობით რეზონირდება. უბრალოდ ადამიანი არის ისეთი, რომელიც ყოველთვის მზად არის სხვა ადამიანი ჩაახშოს, სხვა ადამიანი ჩაძიროს, უკან დახიოს თავისი მიზნების გამო. მაგრამ აი თავს ძალიან მეგობრულ პიროვნებად ასახებს თქვენთან მიმართებაში. და თქვენ შეგრძნება მაქვს, რომ ძალიან კარგად ხვდებით, ვიზედაც არის საუბარი.
თითქოს ბევრთან ეს მამაკაცი იქნება, ბევრთან ეს ქალბატონი, მაგრამ უფრო მეტად აქ ფემინური ენერგიები ჩანს. უფრო მეტად აქ ვიღაც უმეტესობასთან რეზონირდება, როგორც კონკრეტული ქალბატონი. და მოიშორეთ ეს ადამიანი თქვენი სივრციდან ან ინფორმაციულად შეზღუდეთ. ანუ ზედმეტად ბევრ ინფორმაციას გავუსიებებთ. სულ ეს არის ძვირფასო მეგობრებო, ყველას დაგემშვიდობებით ამაზე, წარმატებებს გისურვებთ და